2022 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში, ამოცანა ნომერი 14. ნახატზე გამოსახულია K-სიხისტის ზამბარების შეერთებით მიღებული სისტემა და ვიკითხებიან განსაზღვროთ ამ სისტემის სიხისტე. ნუ აქ საუბარი არის მთლიანად სისტემის სრულ სიხისტეზე. კარგით, რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ესე იგი, რა გვაქვს ჩვენ აქ მოცემული. მოდით პირველ რიგში დავაკვირდეთ აი ამ უბანზე, ამ ზამბარებისგან შედგენილ სისტემას, რომლებიც როგორც ხედავთ, ეს სამი ზამბარა ერთმანეთთან არის პარალელურად შეერთებული და ნუ წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ რაღაცა F ძალა მოვდეთ. ეს იყოს რაღაცა F ძალა. ნუ ცხადია ახლა ამ F ძალის მოქმედებით პირველიც, მეორეც და მესამე ზამბარების გარკვეული X-ი დიდით გადაინაცვლეს. კერძოდ, სამივე, რა თქმა უნდა, რადგანაც სამივეზე F ძალა მოვდეთ, ერთი და იგივე წაგრძელება ერთმანეთის ტოლი იქნება, ესე იგი შეიძლება დავწეროთ, რომ X1 უდრის X2-ს, უდრის X3-ს და მოდი ეს უდრიდეს X. მეორე მხრივ F-ის ტოლი იქნება, F-ი ტოლი იქნება K, სრული სიხისტე ჰუკის კანონიდან, გამრავლებული X-ზე. მეორე მხრივ პირველ ზამბარაზე, აი ამ ზამბარაზე რა ძალა იმოქმედებს, ამ ზამბარაზე იმოქმედებს გარკვეული F1 ძალა, რომელიც ტოლი იქნება K1 X1-ის, F2 შესაბამისად მეორე ზამბარისთვის გვიქნება K2 X2 და მესამისთვის F3 ტოლი იქნება K3 X3-ის. ნუ როგორც ვთქვით, X1 X2 და X3 ერთმანეთის ტოლია, შესაბამისად მოდი ეს გავითვალისწინოთ და ამასთან მეორე მხრივ სრული ძალა, რაც მოვდეთ, ნუ ცხადი არის საბკეული ამ ზამბარებზე მოდებული ძალების ჯამის ტოლი არის, ანუ F-ი თავის მხრივ ტოლი არის F1-ის პლუს F2 დამატებული F3. და რა გვექნება, ესე იგი, F-ი არის K სრული X-ი. ესე, ბატონო ჩემო, ეს უდრის F1 არის K1 X-ი, დამატებული F2 არის K2 X-ი, დამატებული K3 X-ი. ანუ ეს ტოლი იქნება თავის მხრივ X გავიტანოთ შედებს გარეთ, დაგვრჩება K1 პლუს K2 დამატებული K3 და ეს ფრიად განმავლებული X-ზე. ეხლა აი ეს X-ი და ეს X-ი შეგვიძლია შევკვეცოთ და რა გამოგვდის, ესე იგი, ზოგადი ფაქტი გამოგვდის ჩვენ ის, რომ იმ შემთხვევაში თუ ზამბარები პარალელურად არიან შეერთებული, სრული სიხისტე, K-სრული, ტოლი ყოფილა ცალკეული სიხისტეების, ცალკეული ზამბარების სიხისტეების ჯამის, ესე იგი, ეს ტოლია K1 პლუს K2 პლუს K3. ნუ ეს სამი ზამბარის შემთხვევაში, ნუ ცხადი არის, ახლა თუ n-ცალი ზამბარი გვექნება, ამას კიდე დაემატება n-ცალი ზამბარას დავუმატებით, კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება მიმდევრობით შეერთების შემთხვევაში, ეხლა აი ეს პირველი სისტემა, მეორე სისტემა და მესამე სისტემისგან შედგენილი ზამბარები მეორე მხრივ მიმდევრობით არის შეერთებული. შესაბამისად, მოდით ახლა ეს F ძალა მოვდოთ აი აქ, აი აქ თუ მოვდებთ, აი ასე ბატონო ჩემო, ეს იყოს ახლა F-ი, მაშინ F-ის ტოლი იქნება, F-ი ტოლი იქნება K სრული სიხისტე გამრავლებული X-ზე, F1 ტოლი იქნება K1 X1-ის, ანუ საუბარია K1-ზე, აი ეს თლიანის სიხისტეზეა, რა თქმა უნდა საუბარი. F2 ტოლი იქნება K2 X2 და F3 ტოლი იქნება შესაბამისად K2 K3 X3-ის. მაგრამ ამ სამივე თლიან სისტემაზე მოდებული ძალა F-ის ტოლი არის. შესაბამისად, სამივე მიმდევრობით შეერთებულ ზამბარათა სისტემაზე ერთი ძალა მოქმედებს. შესაბამისად, F1, F2 და F3 ერთმანეთის ტოლი არის და F-ის ტოლია. ესე იგი შეგვიძლია ეს გავითვალისწინოთ ახლა აქ და რა გამოგვდის, ესე იგი F1 ტოლი არის F2-ის, ტოლი არის F3-ის და ეს ტოლი არის F-ის. ამასთან ახლა აქედან რა გამოგვდის ჩვენ, აი ამ ტოლობიდან გამოგვდის, რომ X-ი ტოლი არის. მოდით ახლა აი ამას ცოტა ახეთ გადავიტანოთ, დაგვეტიოს აი ამ ტოლობას. თორე ადგილი ჩვენ აღარა გვაქვს. აქეთ გამოვწევ ამას. ესე იგი, X-ი აქედან ტოლი გამოგვდის F-ი შეფარდებული K-სრულთან. აქედან X1 გამოგვივა ჩვენ K1, არა უკაცრავად F-ი შეფარდებული K1-თან. აქედან გამოგვივა X2 შესაბამისად F-ი შეფარდებული K2-თან და აქედან X3-ისთვის მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის F-ი შეფარდებული K3-თან. ამასთან მთლიანი X-ის ტოლი იქნება, მთლიანი წაგრძელება ტოლი იქნება ცალკეული სისტემაში შემავალი წაგრძელებების ჯამის. ეს ტოლია X1 დამატებული X2
დამატებული x3. და ჩავსვათ ახლა x1, x2, x3 კი განვსაზღვრეთ. შესაბამისად შევიტანოთ აბა ამ ტოლობაში. x-ისთვის რა გექნება? ეს აქ გექნება f შეფარდებული k სრულთან. ეს ტოლი იქნება x1-ისთვის გვექნება ეს არის f შეფარდებული k1-თან, დამატებული x2-ისთვის f შეფარდებული k2-თან და დამატებული ამას f შეფარდებული k3-თან. ეს f-ები შემოგვეცება და საბოლოოდ რა დაგვრჩება ესე იგი ჩვენ რომ იმ შემთხვევაში თუ ზამბარათა სისტემა არის შეერთებული მიმდევრობით თურმე მთლიანი სრული სიხისტის შებრუნებული სიდიდე k-სრული ტოლი ყოფილა ცალკეული სიხისტეების შებრუნებული სიდიდეების ჯამის k1 1 k2 ამას პლუს 1 შეფარდებული k3 და თუ ენცალი გვაქვს ენცალი სიხისტის ენცალი მიმდევრობით შეერთებული ზამბარა გვაქვს შესაბამისად ამას კიდე დაემატება k1 შეფარდებული k-ნი. კი ბატონო, ეს ორი ფორმულა მივიღეთ და ნუ ეს უფრო თეორიული საკითხი იყო და მოდით ახლა ეს ჩვენ რაც გავაკეთეთ, მოდი გავითვალისწინოთ უკვე ამ კერძო შემთხვევისთვის რა ამოცანაცა გვაქვს. ახლა ამ კონკრეტულ კერძო შემთხვევაში ჩვენ გვითხრეს რომ ნახატზე გამოსახული არის კასიხისტის ზამბარების შეერთებით მიღებული სისტემაო. ამით ჩვენ ფაქტიურად გვითხრეს რომ თითოეული ზამბარის სიხისტე არის კაო, ესე იგი ესეც კა ყოფილა, ესეც კა, ესეც კა, ესეც კა არის, შესაბამისად ესეც კა არის და აგერ ესეც კა გამოდის. და მოდი დავყოთ ახლა ეს სამი ბრად, ეს იყოს პირველი უბანი, ეს იყოს მეორე უბანი, ეს იყოს მესამე უბანი. ახლა პირველ უბანში k1 k1, მოდი ესე ვქნათ, k1 რის ტოლი იქნება? ამას დამატებული ეს, რადგანაც პარალელურად არ შეერთებული და დამატებული ეს. ანუ ჯამში მივიღებთ k1-ს 3k-ს. მეორე უბანზე k2-ს მივიღებთ ეს ტოლი არის 2 ცალი k გვაქვს აქ, შესაბამისად ეს იქნება 2k და k მესამე უბნისთვის რას მივიღებთ? k მესამე უბნისთვის ტოლი გამოგვივა k-ი. ეხლა k1, k2 და k3, ანუ მთლიანად აი ამ სისტემის k1, ესე იგი აი ესა დავწეროთ, აი k1 გვაქვს, აქ გვაქვს მთლიანი სისტემის k2 და აქ გვაქვს მთლიანი სისტემის k3. ეს k1, k2 და k3 ეხლა როგორც ხედავთ მიმდევრობით არის შეერთებული. შესაბამისად სრულისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს ფორმულა. შესაბამისად გვექნება 1 შეფარდებული k-სრული ტოლი გამოგვივა 1 შეფარდებული k1-თან დამატებული 1 შეფარდებული k2-სთან და ამას დამატებული 1 შეფარდებული k3-სთან. ეს კი ტოლი იქნება k1-ისთვის გვაქვს, მოდი ჩავწეროთ, k1 კი მივიღეთ აგერ 3k, და ჩავწეროთ მოდით ეს. ეთიცოდით ჩემო კალამო ცოტათი აურია. ესე იგი აქ უნდა დავწეროთ ჩვენ 3k, ხო? აქ არის გვექნება 3k, დაემატება 1 შეფარდებული 2k და დაემატება 1 შეფარდებული k. ეს კი ტოლი იქნება საერთო გვექნება აქ ჩვენ 6k. აქ გვექნება 2 პლუს 3 პლუს 6. ეს ტოლი გამოგვივიდა 11 შეფარდებული 6k-სთან. ანუ 1 შეფარდებული k-სრულთან თუ ჩვენ გამოგვივიდა ტოლი 11 შეფარდებული 6k-სთან, აქედან საბოლოოდ რომ დავწეროთ ჩვენ რა მივიღეთ, საბოლოოდ k-სრული ტოლი ყოფილა 6k შეფარდებული 11-თან. აი ასეთი რაღაც გამოგვივიდა სრული სიხისტისთვის, რომელიც არის პასუხი B.